ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ნინუა და ცაბაძე ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვენ, ვინც მათ მიმართ ბრალდებები გააჟღერეს. არსებული ინფორმაციით თავდაცვის მინისტრმა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო მეორე პოზიციაზე გიორგი ცაბაძე კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან ეს ადამიანები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. მაღალჩინოსნები საჰაერო თავდაცვის სარდლობის რეფორმების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობენ და გამოძიებას სრულყოფილი მოკვლევის ჩატარებას, ასევე ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სამსახურში აღდგენას ითხოვენ, ხოლო თუ მათი მხრიდან გადაცდომები დამტკიცდა, მაშინ მზად არიან, რომ კომისიის წინაშე აგონ პასუხი. ვითხოვთ, დაკითხული იქნას ყველა ის პირი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს. ამასთანავე ნათელი მოეფინება იმ საკითხებს, რაც ჩვენ წინააღმდეგ არის გამოთქმული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ დავუბრუნდეთ დაკავებულ თანამდებობებზე და გავაგრძელოთ ის რეფორმები, რაც არის დაგეგმილი. თუ დადგინდება, რომ ეს არის გადაცდომა ჩვენს მიერ, მაშინ მზად ვართ, რომ ვაგოთ პასუხი. ნატო საქართველოს